ვიდეოს რაღაც გარკვეული ნაწილი იქნება წესებზე და იმაზე რომ გაგიმარტივდეთ ფორმულა 1-ის წესების აღქმა, მე ვეცდები ჩემს მაქსიმალურს დავდებ დღეს და თუ ვერ დავდე, აგერა, ჩემი კისერით სული თქვენი იყოს, რა გავაკეთო. შაუტ-აუტს გავუკეთებ, მარხს იცოდეთ, ძალიან ბევრი რამე ვისწავლით რა ამ ხალხისგან, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მეც. სეტა სპორტის subscription-ის გამარჯვებულებს კომენტარებში დავპინავ და რავი, აბა გილოცავ ძმაო და ვერთან შიდობაში და არაერთი სეტა და subscription-ის შეძენაში. ამ წესების ახსნის მერე მე წავალ რამოდენიმე YouTube-თან ერთად შევეჯიბრები კარტინგში. ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად ძალიან მაგარი შეჯიბრება გელი. ფორმულა 1-ის ბოლა დაახლოებით 1:45 წუთი მიმდინარეობს და მაქსიმუმი დრო გახლავთ 2 საათი. სადაც ძღოლები საშუალოდ 300 კილომეტრს გადიან. ფორმულა 1-ში ამ წუთისთვის 10 გუნდი ასპარეზობს. თითოეულ გუნდს ყავს 2 ბოლელი და ორივე მათგანი მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვონ და იბრძოლონ ჩემპიონობისთვის. მიუხედავად იმისა რომ ეს სპორტი ინდივიდუალურ პერფორმანსებზე გადის, ასევე აღსანიშნავია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობასაც გადამწყვეტ მომენტებში. მაგალითისთვის მინდა გავიხსენო ლეგენდარული 2021 წლის საფინალო გრან-პრი აბუ-დაბიში, სადაც სერხიო პერესმა სასწაული რაღაცეები ჩაიდინა, სადაც ჰამილტონი შეაფერხა რაღაც გარკვეული მანძილი და ამით შეუნარჩუნა ვერშტაპენს საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლის უნარიანობა. ამის შემდეგ ვერშტაპენი გახდა მსოფლიო ჩემპიონი და სადაც ვერშტაპენი ერთ მომენტში იძახის Absolute animal. არ დაგიბალავ და მეც ერთ-ერთ საუკეთესო 2021 წლის საფინალო აბუ-დაბი მიმაჩნია. ერთი შეხედვით ყველა მანქანა ერთმანეთს გავს, მაგრამ თითოეული გუნდი მაქსიმალურად ცდილობს გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს თითოეულ ნაწილში, რომ ამან გამოიღოს რაც შეიძლება მეტი შედეგი. რადგან ფორმულაში 0.100 გრამსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც ცდილობენ რომ განსხვავებულად და ეფექტურად იმუშაონ მანქანებზე. შეგიმშენებთ ალბათ პერიოდულად რომ მანქანები პისტოლში შედიან, საბურავების ან თუნდაც ნებისმიერი ნაწილის შესაძლებლად, რომელიც დაახლოებით 3 წამი გრძელდება. იცოდეთ რომ სოფლიო რეკორდი არსებობს, სადაც მაკლარენის გუნდს აქვს დამყარებული 2023 წლის ყატარის ჩემპიონატზე, სადაც შეძლეს რომ 1.80 წამის მიასეთში დაემყარებინათ ეს რეკორდი. აქვე მინდა აღვნიშნო რომ სულ არსებობს 11 დროშა და 11-ვე დროშას აქვს თავისი განსხვავებული დანიშნულება. მწვანე დროშა ნიშნავს მოძრაობა ნებადართულია. წითელი დროშა სესიის შეწყვეტას ნიშნავს. ყვითელი დროშა არის გამოფრთხილებელი, რომ ტრასაზე ხიფათია. თეთრი დროშა ნელ ბოლიძე გაფრთხილება არის, როდესაც პრობლემა აქვს რომელიღაცა ბოლიდს. ლურჯი ნიშნავს გაატარემდევარს, ანუ გულისხმობს იმას, რომ მეორე წრეზე დაწეული ბოლიდი აუცილებლად უნდა გაატარო და არ უნდა დაუწყო რბოლა. შავი დროშა დისკვალიფიკაციას ნიშნავს. იაპონურ სტილში შავი დროშა იძულებით პიცს ნიშნავს და თუ არ შეხვედი პიცზე აუცილებლად გამოეთიშები. თეთრ-შავ სტილში დროშა გაფრთხილებას ნიშნავს, რომ შემდგომი გაფრთხილება აუცილებლად დისკვალიფიკაცია იქნება. ესპანურ სტილში დროშა ნიშნავს ტრასაზე მოჭიდების ცვლილებას. ასევე არსებობს ესეთი იშვიათი დროშა, სიჩქარის ლიმიტს ნიშნავს 60 კმ/სთ და ყველასთვის ცნობილი საფინიშო დროშა. თითოეული გრან-პრის დაწყებამდე ჯერ სავარჯიშო სესიებია, რომელიც პარასკევ დღეს იწყება. სადაც შეუძლიათ მანქანები გატესტონ და თუ რამე აქვს შესასრულელი, შეცვალონ. შემდეგი დღე შაბათია, შაბათ დღესაც ვარჯიშია და ვარჯიშის შემდეგ უკვე საკვალიფიკაციო, სადაც წდება თუ რომელ ადგილს დაიკავებენ ბოლიდები ბოლის დაწყებისას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ ადგილზე დაამთავრებ, რადგან ეს არის წინაპირობა იმისი, რომ ბოლას შედეგიანად დაასრულოს. ასევე ვისაუბროთ DRS-ზე, ანუ drag reduction სისტემა. შეგიმშნევიათ ალბათ უკან მანქანის უკან ყველა სპოილერზე უყენია რაღაცა ეგრეთ წოდებული ფრთა, რომელიც გამოიყენება სიჩქარის მოსამატებლად. ეს ეგრეთ წოდებული ფრთა ეხმარება მანქანას, რომ შეამციროს ჰაერის წინააღმდეგობის ზალა, რაც 10 და 15 კმ/სთ-მდე ზრდის სიჩქარეს. DRS-ი რო გამოიყენო, მაგისთვის საჭიროა რომ DRS ზონა გადაკვეთო. შენსა და შენს მიმავალ მანქანას შორის უნდა იყოს ერთწამიანი სხვაობა, რომ DRS-ის ჩართვის უფლება მოგეცეს. ბოლის დასრულებისას ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდე ტოპ 10-ში, რადგან ხოლო ტოპ 10-ში მომხდარ ბოლელებს ეწერებათ ქულები. პირველ ადგილს 25 ქულა, მეორე ადგილს 18 ქულა, მესამე ადგილს 15 ქულა და ჩადის მოკლედ 1 ქულამდე. გადავინაცვლოთ საბურავებზე. საბურავებს ძალიან დიდი როლი უკავია ფორმულა 1-ში და ძალიან მნიშვნელოვანია კონდეს გეგმა, როგორ გამოიყენებ ამ საბურავებს. არსებობს 5 ტიპის საბურავი: წითელი, სოფტი, რბილი საბურავი, რომელსაც სვეთა მაღალი აქვს, თუმცა ყველაზე ჩქარია. ყვითელი, ანუ მედიუმი, საშუალო ტიპის რეზინა, რომელიც გამოიყენება ძირითადად სწრაფის ტინტისთვის. თეთრი ფერის hard საბურავი, ანუ ხისტი, ძირითადად გრძელი დისტანციისთვის გამოიყენება. ამ საბურავს ახასიათებს მინიმალური ცვეთა, თუმცა სიჩქარე ნაკლები აქვს. ასევე არსებობს შუალედური, ანუ intermediate საბურავი, რომელსაც ახასიათებს 300 კმ/სთ-ში მოძრაობისას 150 ლიტრი წყლის უკუგდება, რაც კარგია სველ ტრეკზე. და ბოლოს უშუალოდ წვიმის საბურავი, რომელიც გამოიყენება ძლიერი წვიმის დროს, სადაც გუბეებზე გადადის ტრასა და საშიშროება აკვაპლანირების. ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ safety car-ი.
ანუ ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების მანქანა, რომელიც ფორმულა 1 ძღოლებს წინ მოყვება ხოლმე. ამ მანქანის გამოჩენა ძირითადად ნიშნავს, რომ ან რაღაც შეტაკება მოხდა ისეთი, ან გზაზე რაღაც ისეთი ნაწილები ყრია, თუ კი მაგალითად 2-3 ტრასაში ვერ გვარდება ის პრობლემა, რომ მაგალითად ტრასა გაიწმინდოს, ამ შემთხვევაში ბოლო ჩერდება. მანამ სანამ არ გამოსწორდება ეს პრობლემა. ასევე დაემატა sprint session-ები, ქულები შედარებით ნაკლები იწერება ამ ვიკენდებზე. საბარჯიშოდ ბევრად ნაკლები დრო აქვთ, ვიდრე ჩაულებულ რეგულარულ კვირებში ხოლმე. ამიტომაც Grand Prix პერიოდში ძღოლებს ბევრად მეტი სიფრთხილე მართებთ, როგორც საკუთარ თავთან, ასევე საკუთარ მანქანებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცით მაინც შევძელი და დაგეხმარეთ და ცოტაოდენი გაგარკვიეთ. ჩემთვისაც ახალი სფერო არის, შეიძლება რამე შემეშალა და თუ შემეშალა აუცილებლად შემისწორეთ, თუ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და რაც თავი გამოწერეთ ვისაც გაქვთ, ზარისღილა კი გააქტიურეთ აუცილებლად. მაყურებლის 70% არ ყავარ, ვინც მიყურებს გამოწერილი და რაღაც ელოდები შეკაი ადამიანები მიყურებს. დააჭირე მაგდე! კაი, ახლა შეპირებულ კარტინგის შეჯიბრზე უნდა გადავინაცვლოთ და ყურადღებით იყავით. და როგორც დაგპირდით, ამ ვიდეოს ყველაზე მაგარი დასასრული იქნებოდა, რომ მე დღეს შევეჯიბრებოდი ქოროს, რომელიც, რავი, ძალიან chill guys როლს ირგებს და ჩვენი ოზი, რომელიც სანახევროდ იუთუბერი კაცი არის, ჩვენი ჰიტა, რომელსაც არ ვიცი 160 IQ როგორ დაეხმარება ამ შემთხვევაში, დველიუ წოდაცაგ და წოდა შეუშის და ფასტო ფანტასტო ყველას YouTube არხი, რა თქმა უნდა, ამონათებული იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ. მე კიდევ შეგახსენებთ და ლაიქით ეს ვიდეო გამოიწერეთ ჩემი არხი და იცოდეთ რომ ფორმულა 1-ის ყურება შეგიძლიათ ცეტატაზე და შეგიძლიათ ჩემი პრომოკოდით 30%-იანი ფასდაკლება მიიღოთ. ამიტომ იჩქარეთ, შეზღუდულია რაოდენობა. საერთოდ დისკუსიის შემდეგ გადავწყვეტეთ რომ რამოდენიმე წრეს გავივლიდით და საუკეთესო დროის მაჩვენებას ვინც დააფიქსირებდა, ის გახდებოდა გამარჯვებული. ხარ უნდა მოსავიდა შენ და ჰიტა არ ხარ დასაშვებები ჩემი კარგი რეები გა მადლობა მინდა გადავუხადო GoPro Club Georgia-ს, რომელმაც კამერებით მოგომარაგა ამ გადაღებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არიან 1000-მდე მსოფლიო ბრენდის დილერები და აქვთ GoPro, Insta360 და Action კამერების და აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში. შეწუდი რა გავაკეთე? აი ამურს მე დისკვალიფიკაციას მივცემ ისეთ რომ აღარ შემოვიდა. ანუ ჩვენ ახლა შედეგი მოვა მე მაინტერესებს ამოსილება თუ მოგეწონეთ. ძალიან მე ბოლო წელზე დავამოღამე და კიდე უნდა გადავუშვე ხა. თქვენ დრიფტით დადიოდით? კი, მე სამზე დავადრიფტა. დრიფტით დავდიოდი. აუ, თორემ მეტი მომიდა. იქ მოგივიდა ზე. ერთხელ. ტორმოსი ანუ როგორ არა მოიცი ვაფშე პიზდეცი რა. ამას ვასწრებ რა. იგი ტორმოს წამივით ხა იგი და მივარტყი და გადავარდი რა. შენ არ გადავარდი ხა? არა. ახლა გავაგზავნე, იმიტომ უკან შევაგდე მოსაყოვში კარგად და მე გადავედი რა. იტა არა. ბიჭო ვინ მისაყრავა ამათ ჩემი კარგი მომხდა. მე კაროჩე ეს ხო გამოდიო რა მთლიან. მოდიო და ჰიტა გამოვიდა და მეორე წრეზე ისევ ჰიტა მხვდება ესე გვერდულად და ნელა შეჭება და არ მატარებს. ბოლის მენეჯერი კი ბატონო გაგოგებინეთ ახლა შედეგებს ვინ როგორ გავიდა მე-7 ნომერი. აბარა! ეს არის მე-7 ნომერი. ჰიტა. მე-4 ადგილი. ნომერი 9. აბარა! შენიყავი. არა, ჰიტა. ხათაო, შენ მაგრა გივლია ძმა. ამან გზიდან გადაგრების გამო. ეხა ჩვენ სამეურში არის ეხა. მესამე? ნომერი 6. და ჩვენ მე და შეშორის არის? მეორე ადგილი. პირველი ნომერი. ნუ ეგრეც ველოდებოდი. 3. მე მოვიგე? ჯებულია რაფანა 31
აბარა ბიჭო აბარა კომოსიტა 31 ესე იგი ისე 31 წამი დავდე მე კაი მოკლედ ესე სანამ ერთმანეთში გაარკვევენ ვინ რომელს დაეჯახა და რანაირად იმედია მოგეწონათ ვიდეო მოიწონეთ არხი გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და შეგახსენეთ რომ ეს ულამაზესი ადგილი დაგვითვალ ლილო კარტინგმა და შეგიძლიათ მოხვიდეთ და გაერთოთ რავი ბოლომდე ჩააჭიროთ მოკლედ რა აბა თქვენ იცით გემშვიდობებით